მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამავარსკვლავები გვანცნობენ მე ტელეწამყვანი მიხეილ ცაგალი, ჩვენი ტრადიციული რუბრიკა საჩვენს საუბრობთ ასტროლოგიაზე. რადგანაც იქნება მოსავალნელი დღეს და არ მარტო დღეს, მთელი კვირის განმავლობაში სწორედ ამის ირგვლივ ვისაუბრებთ, რას გვიქადიან აქ ვარსკვლავები და რა ტენდენციები ამასთან დაკავშირებული, აი სწორედ ამას შევეხებით და პირველში დავიწყოთ იმით, როგორ იქნება კვირა. თუმცა ისიც მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ცოტა ხანში ასევე შევეხებით იმ თემას, რომელიც უკვე გვაახლოვებს ჩვენ ახალ წელს. მართლა ახალ წლის პროგნოზები არ ვექნება, ჯერ ამის დრო, ჯერ ადრეა და არ არის ალბათ. ეხლა მაგრამ რა ვისაუბრებთ იმ მოსამზადებელ ეტაპზე, რომელიც უკვე მოსალოდნელია რომ დადგეს მალე და ამისთვის ემზადება რასკვლავია მაღაზია ლინდაუს, მაგასთანებად ფენშუის სპეციალიზებული მაღაზია. მოდის დრაკონის წელიწადი და დრაკონის წელიწადი რას მოიტანს, ამაზე ჩვენ ცხადე ასტროლოგიური კუთხით მერე ვისაუბრებთ, მაგრამ ეხლა პირველ რიგში მოიტავნიშოთ რომ აი ეს და აი დრაკონის სხვა ნაკეთობები ფრიად მნიშვნელოვანი, ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ როგორც სიმბოლურ დატვირთვებზე, ცოტა მოგვიანებით. ეხლა მოდი აღნიშნოთ ასტროლოგიური კუთხით 6-12 ნოემბრის შუალედი რა ტენდენციებთან იქნება დაკავშირებული და რას გვიქადის იგი. დედამიწა კვლავ უარყოფით ენერგოველში, აი პოზიტიურ ენერგოველში იგი გადავა უკვე 14 ნოემბრიდან, ანუ ამის შემდეგი კვირიდან. შესაბამისად, ამიტომ ეს კვირაც ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, ისე როგორც აი წინა კვირა, იმედია რომ წინა კვირა მეტნაკლებად სტაბილურად გაიარეთ, მაგრამ ეს კვირაც ითხოვს რასკვლელია ცოტა მეტ თავდაჭერას, მოთმინებას, სიფრთხილეს, წინდახედულობას ყველასგან, იმიტომ რომ ტენდენციები, დაძაბულობისა ტენდენციები, ჯანმრთელობის გაუარესებისა, ზოგიერთ შემთხვევაში კონფლიქტებისა, შეცდომებისა და სტუნებებისა ჯერ კიდევ მაღალია. უარყოფით ენერგოველი პრობლემებს უქმნის მათ შორის ადამიანთან ჯანმრთელობას და ურთიერთობას და სხვა სახის სირთულეებს ქმნის იდეების რეალიზაციის კუთხით. ამიტომ ამ კვირას ეს კვირა ითხოვს ისევ და ისევ ცოტა მეტ სიფრთხილეს და წინ დახედულობას ყველგან და ყველაფერში. ეხლა რაც შეეხება უკვე ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს და იმ ტენდენციებს, რომელიც მოსალოდნელია ამ კვირის განმავლობაში. დავიწყოთ პირველი ნიშნით ვერძით. ვერძს რა ელოდება ამ კვირის განმავლობაში, აი სწორედ ამის ირგვლივ. მოდით აღვნიშნოთ, რომ რასაკვირველია, რადგან დისჰარმონიული პერიოდია, თითქმის ყველა ზოდიაქოს ნიშანთათვის, მათ შორის ვერძსათვის და დედამიწა უარყოფით ენერგოველშია და ეს განაპირობებს სწორედ ამ დისჰარმონიას, დაძაბულობას. ამის გარდა მინდა გითხრათ, რომ ორი ძალიან ისეთი რთული, ცოტა ბოროტი პლანეტა ზოგჯერ ასე უწოდებენ მათ ასტროლოგიაში, ეს არის მარსი და ურანი, ზუსტად ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ლაგდებიან ამ კვირაში, ანუ მორიელის და კუროს ზოდიაქურ ღერძზე. მარსი მორიელშია, კუროშია. ურანი და ეს ორი პლანეტა, როცა 180 გრადუსიან დაპირისპირებას ქმნის ცის კაბადონზე ზოდიაქალურ წრეზე, ეს რასაკვირველია ფრიად არასასურველი და არასასიამოვნო ფაქტორია, რომელიც გვამცნობს, რომ ამის შედეგად უცაბედი, ანუ ურანი არის უცაბედობის მოულოდნელობების მმართველი პლანეტა, უცაბედი კონფლიქტების, უცაბედი აგრესიის, უცაბედი, მოდი ასე ვთქვათ, გუნება განწყობის შეცვლის, უცაბედად შეიძლება ადამიანი ცუდად გახდეს. ან რაღაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ეჩინონ, ტრაუმული ტენდენციების ალბათობა მატლობს, იმიტომ რომ აქ ადამიანის ჩაფიქრების რაღაც პრობლემაზე და ყურადღების გაფანტვის ტენდენციაც ასევე მოემატებს. არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება აქ დაეძაბოს ურთიერთობა მათ შორის ზოგიერთ მეგობართან და აქაც ვიყოთ ცოტა უფრო ფრთხილად, წინდახედულად, ტაქტიანად აქ გართულებული იქნება ახალი საქმის, ახალი იდეა პროექტის ჩამოყალიბება და რეალიზაცია პირველ რიგში, იმიტომ რომ შეიძლება 1000-ნაირი პრობლემები შეექმნას აი ესეთი იდეების რეალიზაციას და ამ კუთხითაც ცოტა მეტი სიფრთხილე წინდახედულობა საჭირო ყველასგან, რათა ამან დამატებითი სირთულეები და პრობლემები არ შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში. ეხლა აღნიშნოთ უკვე ცალკეული ზოდიაქოს ნიშნები და მათი ზეგავლენა პირველ რიგში ჯერ კურომდე ვერძზე ყავს ჩვენ. რადგან რთული პერიოდია ვერძისთვის ჯანმრთელობას, პირველ რიგში ყურადღება ჯანმრთელობა არასტაბილურია, არამდგრადია, იმუნიტეტი დაბალია, ამიტომ ვერძზე მოიყავით ყურადღებით და ფრთხილად. მათ შორის ბიზნეს სფეროში, ფინანსურ სფეროში პრობლემების წარმოქმნის ტენდენცია საკმაოდ მაღალია. სხვადასხვა სახის ცვლილებები მოსაოდნელია მათ შორის საზოგადოების ცხოვრებაში. რაც მათ შორის თქვენზეც მოახდენს ზეგავლენას პირველ რიგში თქვენს მატერიალურ სფეროზე. აღნიშნოთ, რომ თქვენ ესწრებით მაქსიმალურად შენარჩუნოთ თუნდაც ის ფინანსური შესაძლებლობები, რომელიც გაქვთ, მაგრამ აი პარტნიორებმა შეიძლება სერიოზულად გიბრუნონ. ან გიღალატონ.
ან პარტნიორთა უბრალოდ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება, უყურადღებობა ასევე შეიძლება გახდეს სერიოზული უსიამოვნების ფაქტორი. და მით უმეტეს თუ თქვენ გაქვთ ერთობლივი ბიზნესი, ერთობლივი ფინანსური ასე ვთქვათ, შესაძლებლობები ეს კიდევ უფრო მეტად ნეგატიურ დახს დაასვენოს. რის შედეგად შეიძლება არაერთი პროექტი არ წარმართოს ისე როგორც თქვენ ეს გსურთ. რის გამო შეიძლება დაკარგოთ თქვენი დაუშვათ თანხა. ამასთან ერთად პრობლემები შეიძლება წარმოექმნას ვერძებს ამ კვირაში სხვა სახის საგადასახადო ორგანიზაციებთან და ასევე შეიძლება მოგიხდეთ ჯარიმების გადახდა. ან თუ რაღაც ხელშეკრულებაში იყო ჩადებული, იქ რაღაც პუნქტი იყო, სადაც თქვენ მოგიწევთ რაღაც თანხის გადახდა, აი სწორედ მოგიხდებათ ახლა ამის გაკეთება, რაც ისევ ფინანსურ პრობლემებთან იქნებათ დაკავშირებული. ამიტომ ცხადია, რომ მოვერიდოთ ერთი ზედმეტ ინვესტიციას, მოვერიდოთ კაპიტალ დაბანდებებს და მეტად გავფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ემოციას. რაც შეიძლება კურო ზოდიაქოს ნიშნავდებლებს ჯანმრთელობას კურო აქ არ უჩივის. პირიქით ამ ხრივ ერგოტონუსი მაღალია, იმუნიტეტი მაღალია, მდგრადია და შრომის უნარიანინების კუპიანი, მომთმენია, შეუპოვარი, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ რადგან დედამიწა უარყოფითი ენერგოველშია, რას უკვლია კუროსაც ეს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის. რის შედეგად შეიძლება მაგათად გართულდეს კუროს ურთიერთობები პარტნიორებთან. როგორც საქმიან, ასევე სასკოლო პარტნიორებთან, რაც შეიძლება გადაიზარდოს მერე კონფლიქტებში, იმიტომ ურთიერთ გაგების შემცირების ფონზე შეიძლება ეს მოხდეს. ამან შეიძლება გამოიწვიოს რა? დაშორება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ხელშეკრულებების დარღვევა ან შეჩერება და თავისთავად ძველმა პრობლემებმა ან ძველმა კონფლიქტებმა შეიძლება ასევე აგრესიული პოზიცია გამოიწვიოს როგორც თქვენი მხრით, ასევე თქვენი პარტნიორების მხრიდან, რაც დამატებითი ფაქტორი იქნება უსიამოვნებების. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა თქვენი იმისთვის რომ ამ პერიოდში შეინარჩუნოს სტაბილურობა, არის სტაბილურობა პარტნიორული ურთიერთობების ან თანამშრომლობისა. სადაც შეგაქვთ მეტი დელიკატურობა, სიმშვიდე, მეტი ჰარმონია, დიპლომატია და ამით გვერდსულით ამ ნეგატიურ ტენდენციებს. თუმცა შემოქმედებითი კუთხით პერიოდი უდავოდ კარგია. იგი ხელსგობს შემოქმედებით თქვენ მუშაობას, შემოქმედებით ინჭის და უნარის ახლებურად და საინტერესოდ გამოვლენას. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნავდებლებს, ერგოტონუსი დაბალია, იმუნიტეტი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია, ფსიქოემოციურადაც არახართ სტაბილური. ეს არის ერთგვარი კარმული ვალების დაბრუნების პერიოდი და შესაბამის გამოსწორების ან მათი გაანალიზების პერიოდი. თქვენ უფრო მეტად ეცდებით აქ საკუთარი ინტერესების დაცვას, საკუთარი ასე ვთქვათ, გარკვეული უფლებების დაცვას. დავუშვათ, რომ ვერ იტანთ, როცა ვინმე ზღუდავს თქვენს თავისუფლებას და არა და ეს შემზღუდველი ფაქტორები აქ მოემატებენ. არა და ეს გიშლით სწორედ იმაში, რომ აი თქვენ რო გინდა და ისე წარმართოთ თქვენი საქმეები, ამიტომ საქმეებში მოსაოდნელია გარკვეულწილად სირთულეებმა ეჩინონ თავი. აქ გართულდება დაწყებული საქმის დასრულებაც კი ან გაგრძელება. ამდროულად აი ჩვეულებრივი რუტინული მუშაობა, სხვა სახის ვალდებულებები, ვალები, აქ მეორე ასე ვთქვათ პლანზე გადავა თუ შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ თქვენი აბსოლუტურად სუსტრაფი მოქმედება, კარგად მოუფიქრებელი და ზედაპირული გახდება მთავარი პრობლემა ამ პერიოდში, რომელიც ყველაფერში შეგიშლით ხელს. და განსაკუთრებული ყურადღება მიაქცეთ ჯანმრთელობას, ასევე მეტი ტაქტი, დიპლომატია გამოავლენეთ ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან ემართებაში, რათა აქ უტაქტო თქვენი სიტყვები და სუსტრაფი მოქმედებებით არ დაძაბოთ მათთან ასევე ურთიერთობა. რაც შეეხება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნავდებლებს, მოდი ასე ვთქვათ, აქტიური პერიოდი ამ კუთხით, რომ ჯანმრთელობა მდგრადია, თქვენ ამას არ უჩივით, ფსიქოემოციურადაც მეტნაკლებად სტაბილურობას ინარჩუნებთ, შემთხვევით აქტიური მოქმედება, ინიციატივის გამოვლენა, ზოგიერთი იდეის რეალიზაციაც კი, ამიტომ შესაძლებლობები პოზიტიური არ არის, უმეტეს ინტუიცია მდგრადია, რომელიც სწორად ხშირად გიკარნახებთ, რა გააკეთოთ, როგორი მოქმედოთ და ასე შემდგომ, მაგრამ თან გახსოვდეთ, რომ აი ნეგატიური დედამიწის ენერგოველი მაგალითად რა დაბრძოლებებს შექმნის თქვენს შეიძლება გაჩნდნენ მაგალითად მოწინააღმდეგეები, კონკურენტები, რომელიც აქტიურად ეცდებიან თქვენი ავტორიტეტის შემცირებას, თავისი მოქმედებები და თავისი ლაპარაკით. ამასთან ერთად მეტი მოთმინება და თანმიმდევრობა გმართებთ მოქმედებისას, ურთიერთობისას, იმიტომ რომ კონტაქტებში შეიძლება რაღაც დისარმონია შემოვიდეს, დაძაბულობა შემოვიდეს და კონტაქტებმა, ურთიერთობებმა შეიძლება ცოტა აგრესიული ყველაფერი მიიღონ. აი პატარა რაღაც ნაპერწკალიც კი საკმარისი იქნება, რომ პროვოცირება მოხდეს კონფლიქტისა. და ამ მხრივ ვიყავით ცოტა ყურადღებით და ფრთხილად. ეს ეხება როგორც თქვენს გარე ურთიერთობებს, ასევე ოჯახში. შვილებთან, მათ შორის სასკოლო პარტნიორებთან, სადაც დიპლომატიით, ტაქტით, ინტუიციაზე დაკნობით, გაცილებით მეტად შეძლებთ ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის და პირიქით თავისთავად. ეს გავითვალისწინოთ.
ეხლა რაც შეეხება უკვე ლომის ზოდიაქოს ნიშანს. ლომს რთული პერიოდი აქვს, რომ ეხლა იცით თქვენ სამი პლანეტა იმყოფება სწორედ მორიელის ზოდიაქოში და მორიელი და ლომი არ მეგობრობენ, ეს ორი ანტაგონისტი ნიშანი, ამიტომ ლომი ამას გრძნობს. ეს დისჰარმონიული პერიოდი ნეგატიურ დახსასვავს ლომთა კარიერას, საზოგადოებრივ მდგომარეობას, არასტაბილურობა მატლობს ყველგან და ყველაფერში, მათ შორის ფინანსური კუთხითაც კი. აქ შეიძლება სხვადასხვა ტრანსფორმაციებმა და სირთულეებმა და ცვლილებებმა მაჩვენონ თავი თქვენს კარიერულ სფეროში. შეიძლება აქ გაჩნდეს მაგალითად ახალი რაღაც წესები, ახალი კანონები, რომლებიც მოითხოვენ საქმეებში და თქვენს გეგმებში გარკვეული ცვლილებების კორექციის შეტანას. რითაც შეიძლება მზად არ იყოს ზოგიერთ თქვენთაგანი. მოგიხდება თქვენ ასევე პროფესიონალურ საქმეებსა და საოჯახო ვალდებულებებს შორის გარკვეული არჩევანის გაკეთება, ან კიდევ უკეთესი თუ შეძლებთ რომ თანაბრად გადაანაცვლოთ თქვენი დრო ენერგია, როგორც ერთ სფეროზე, ასევე მეორეზე, ας იქნება ყველაზე კარგი, იმიტომ რომ ოჯახის წევრები თავისას მოითხოვენ, სამსახური თავისას და თუ სამ მხარეს გადაიხრებით, მეორე მხარე დაგწებოთ. ეს პრობლემა ამ კვირაში განსაკუთრებით მძაფრი აქვს, როგორც ლომს, ასევე მერწყულს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის სწორი არჩევანის გაკეთება, ან ყველაზე კარგი იქნება ის ზომიერების ოქროს შუალედის პოვნა მათ შორის. და აქ გავითვალისწინეთ, რომ არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება სახუპაცხოვრებო პრობლემებიც იჩინონ თავი, მაგათ სანტექნიკასთან დაკავშირებული, ელექტროტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემები. ამიტომ თქვენ აქაც მოგეხდებათ გარკვეული ფინანსური ხარჯის გაღება, დროის ენერგიის ამ სფეროზე გადატანა, რათა ასე ვთქვათ, მოიწესრიგოთ ეს ყველაფერი. და ესეც გახსოვდეთ, რომ არ არის გამორიცხული, რომ ამ პერიოდში შეიძლება რაღაც ნიშნულოვანი პრობლემა შეიქმნას სახლთან დაკავშირებით და რაც მეტად ზოგიერთ თქვენთაგანი აქ მოინდომებს სხვადასხვა სახლში კომფორტის მოწყობას და თუ ამას შეძლებთ და კომფორტს მოიწყობთ მეტად, აი ეს ძალიან სასიკეთოზე გავლენას მოახდენს და უფრო მეტად ხელს შეუწყობს შემდეგ კვირაში თქვენს უფრო კარგ უნებაგანწყობას და უფრო მეტად წარმატებულ მოქმედებებს. რაც შეეხება ქალწული ზოდიაქოს ნიშნის დაავადებებს, სამშვიდობო ენერგო ტონუსი თქვენი მაღალია. ეს ნიშანი ახლა აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, ჯანმრთელია, შრომისუნარიანია, ნებისყოფიანია, უამრავი რამ შეუძლია რომ გააკეთოს. მაგრამ უნდა გაითვალისწინოს ქალწულმა, რომ დისჰარმონიული პერიოდია კოსმოსური ენერგიების ამიტომ ამან შეიძლება თავისი დისონანსი შემოიტანოს თქვენს სურვილებსა და შესაძლებლობებში და დესტრუქციული ელფერი შეძინოს თქვენს ცხოვრებას. ამიტომ აქ ურთიერთგაგების შემცირების ფონზე ურთიერთწინააღმდეგობრივი აზრები შეიძლება გაჩნდეს თქვენსა და მაგალითად პარტნიორებს შორის. რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული კამათი, დებატები, რაც მეტად დაძაბავს ურთიერთობებს. ამიტომ რადგან ეს ურთიერთობები ირგვლივ ადამიანთან ცოტა იძაბება აქ და თქვენ ამას გზნობთ თავისთავად, ამან შეიძლება გადაგახედინოთ ზოგიერთ თქვენს პოზიციაზე, ზოგიერთ თქვენს გეგმაზე და შეიძლება ზოგიერთ იდეაზეც უარეც კი თქვათ, იმიტომ რომ აი ეს სიტუაცია ამას მოითხოვს. ეს პერიოდი არ ვარ გამგზავრობისა და მოგზაურობისათვის, ასევე სწავლისთვის, გამოცდების შესაბამებლად, ხელშეკრულებების დასადებად, მათ შორის უცხოელ პარტნიორებთანაც კი. აქაც შეიძლება წარმოიქმნას რაღაც წინააღმდეგობები, პრობლემები, ბარიერები და ფეიქების ალბათობით მაღალი. ამიტომ გადაამოწმოთ ნებისმიერი ინფორმაცია, ადვილად ნურავის ნუენდობით, მეტად ვიღაცის, რომელიც ნაკლად ცნობილია თქვენთვის, დაპირებებს. რათა ამ კვირამ უფრო მეტად ჰარმონიული და სტაბილური ელფერი შეიძინოს. რაც შეეხება ახლა ჰაერისტიკის წარმოადგენელ სასტორე ზოდიაქოს ნიშანს, ცოტა რთული პერიოდი არის უკვე თქვენთვის, იმიტომ რომ ერგო ტონუსი დაბალი გაქვთ, ჯანმრთელობა არასტაბილური აქვს ექვემოწვარადაც არასტაბილურად გრძნობ თავს. ამიტომ ასე ვთქვათ, ეს ყოველივე ნეგატიურ დასასვავს თქვენს მოქმედებებს, თქვენს განწყობას, ასევე მატერიალურ სფეროს. აქ მოდი ავნიშნოთ, რომ ფინანსურმა ურთიერთწინააღმდეგობებმა შეიძლება ეჩინონ თავი და კონფლიქტები გამოიწვიოს მათ შორის პარტნიორებთან, როგორც ბიზნეს, ასევე სასწავლო პარტნიორებთან კი. და ეს მთავარი მიზეზი იქნება აქ ფინანსები. აუნიშნოთ ისიც, რომ ამას შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთ შემთხვევაში უძრავი ქონების გაყოფა, შეიძლება გავლენის სფეროს გაყოფა და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება აი ეს პროცესი გადაწყდეს მხოლოდ სასამართლო პროცესის მეშვეობით, ან დაიდოს ახალი ხელშეკრულებები. ამის აუცილებლობის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. ამიტომ მოდი აუნიშნოთ, რომ მთლიანობაში გავიაროთ ეს კვირა ფრთხილად. არ არის აქ სასურველი არანაირი ახალი ხელშეკრულებების დადება და ერთობლივ ბიზნეს პროექტებში მონაწილეობის მიღება. მით უმეტეს ერთობლივი ფინანსური, ასე ვთქვათ, რაღაც წყაროების მართვა. სადაც შეიძლება წარმოიქმნას სერიოზული პრობლემები და უსიამოვნებები.
რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშნავდებს, რას უყურია მორიელი მთავარი ფავორიტი ამ პერიოდში, ყველაზე აქტიური, ყველაზე ენერგიული, ყველაზე იღბლიანი, ყველაზე წარმატებული თუ შეიძლება ითქვას, უშიშარი, მებრძოლის სულისკვეთების მატარებელი, კარგი ლიდერი, ორგანიზატორი, ზემძაფრი ინტუიციის მატარებელი, საკმაოდ დინამიური პერიოდია, მაგრამ თქვენც უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ეს დინამიური თქვენი პერიოდი მოხდა ფრიად დედამიწის დისარმონიულ ენერგოველში. რამაც შეიძლება ცუდად დაძაბოს ურთიერთობები და გარკვეული პრობლემები შემოიტანოს თქვენ ცხოვრებაში. და აქედან გამომდინარე, ამან შეიძლება კონფლიქტებიც გამოიწვიოს, პარტნიორებთან ურთიერთდაპირისპირება, მოიმატებს კონკურენტული ბრძოლა. ამავდროულად აღმოჩნდეთ, რომ თქვენ არაუკან არიხებთ რას უყურე ენერგია გაზრდით საშუალებას, რომ მებრძოლის სული გამოოვნოთ, არავის არაფერი არ დაუთმოთ, ამიტომ შვიდად ამ პერიოდს ვერ გაივლით და შვიდად საკითხებს ალბათ ვერ გადაწყვეტავთ. ეს პერიოდი არ ვარ ხელშეკრულებების დასადებად, ერთობლივი ბიზნეს პროექტების ჩამოსაყალიბებლად და მათი განხორციელებისათვის, ქორწინებისთვისაც კი და ზოგიერთ შემთხვევაში ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება მოუხდეს ზოგიერთი პრობლემის გადაწყვეტა პარტნიორებთან სასამართლო პროცესების მეშვეობითაც კი. იმიტომ რომ შეიძლება აქამდეც კი მივიდეს საქმე. აი ამ ნეგატიურ ტენდენციებს განსაკუთრებული ყურადღება საჭიროება. რაც შეეხება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნულებს, ყველაზე რთული კვირა ალბათ წლის განმავლობაში მშვილდოსნებო თქვენთვის. მაქსიმალურად აღიჭურეთ მოთმინებით, თავდაჭერით, სიფრთხილე, წინდახედულობა გამოავლინოთ, იმიტომ რომ აქ ენერგოტონუსი, რადგან და იმუნიტეტი ყველაზე დაბალია, შეიძლება ადვილად გაცივდეს, ადვილად გადაიღალოთ. მეტად გამოიძინეთ, რომ მოხდეს დახდგენა სათანადო დახარჯული ენერგიისა. ეს ის პროცესია, რომელსაც შესწავლების აქედან გამომდინარე არასწორი მოქმედებების ტენდენცია მოიმატებს. ამ პერიოდში აუნიშნოთ, რომ ფსიქოემოციურადაც არასტაბილური ხართ და ზედმეტად ემოციური. რამაც შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში აგრესიული ან დეპრესიული ტენდენციები გამოავლინოს თქვენს ხალხში. აუნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდი, რომელსაც თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ კრიტიკის ქარცლში, მათ შორის კონკურენტების მხრიდან ან ფარული მტრების მხრიდან, ჭორები, ინტრიგები, სხვა სახის ზურგს უკან მოქმედებების ტენდენცია საკმაოდ მაღალი, ამიტომ კონტროლით რა ხდება თქვენ ზურგს უკან. ენასკველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, არაფერი ახალი მშვენი სარისკო აქ არ დაგეგმოთ, არ დაიწყოთ არავითარი ხელშეკრულებები და მშვენი გაწყვეტილებები. ამისთვის ეს კვირა არ ვარ გა. აქ ჯობია ძველი საქმე დაასრულოთ, ან ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ, ან შეძლების დაგვარა თუ არის საშუალება ცოტა მეტად დაასვენოთ საკუთარი თავი და მოვერიდოთ ყველა სახის პროვოკაციებზე აყოლას და კონფლიქტებში შესვლას. რაც შეეხება თხისკა ზოდიაქოს ნიშნულებს, მიუხედავად იმისა, რომ ტონუსი თქვენი მაღალია, ეს ნიშანი საკმაოდ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, შრომისუნარიანი და ნებისყოფიანია, მაგრამ დესტრუქციული კოსმიკური ენერგიები თქვენზე წახდენენ გარკვეულ ზეგავლენას, რის გამოც მოიმატებს დაძაბულობა ურთიერთობებში. ინტერესთა დაჯახება შეიძლება მოხდეს. რამე შეიძლება გამოიწვიოს დადებული ხელშეკრულებების გადახედვა. ამასთან შეიძლება კონფლიქტური სიტუაციები შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში ისეთი წარმოიქმნას, ისეთი ხასიათის, რომელთა გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სასამართლო პროცესების მეშვეობით. და აუნიშნოთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გაგიჭირდებათ ნეიტრალური პოზიციის დაკავება. და რადგან თქვენ შეიძლება აუჩნდეთ რაღაც მხარე, ესეც შეიძლება გახდეს დამოტებითი არასასურველი გარჩევების, დეპატების და კონფლიქტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. მოვარდოთ ამ პერიოდში ასევე ამ კვირის განმავლობაში მგზავრობა მოგზაურობას, იმიტომ რომ არის მაღალი ალბათობა, არაუცილებლად, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ ფრიად არასასიამოვნო და ზოგიერთ შემთხვევაში სახიფათო სიტუაციებში. ტრაუმატული ტენდენციების ალბათობაც აქ მაღალია. საჭესთან მით უმეტეს ყურადღება არ მოადუნოთ. ეხლა რაც შეეხება მერწყულის ზოდიაქოს ნიშნულებს, აუნიშნოთ, რომ არასტაბილური პერიოდია თქვენთვის, ფსიქოემოციურადაც, შემთხვევების კუთხითაც, იმუნიტეტი დაბალია, ადვილად შეიძლება გადაიღალოთ, გაცივდეთ, განწყობა ისე რა და ასე შემდგომ. და აუნიშნოთ ის, რომ შინაგან დაძაბულობასაც გრძნობთ. პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას ბიზნეს სფეროში, პროფესიონალურ სფეროში, სადაც შეიძლება სხვადასხვა ამ სფეროში რადიკალური ცვლილებები მოხდეს, რამაც შეიძლება გაიძულოთ, რომ შეცვალოთ თქვენი გეგმები, ან ზოგიერთი მათგანი. ახლობლები ძალიან მოთხოვნები არიან თქვენს მიმართ და მოუთმენლები, ამიტომ ისინი თავის ყურადღებას ითხოვენ, ამიტომ იგივე როგორც ლომს, ასევე მერწყულს ეს პრობლემა აქვს. სადაც თქვენ კარგი იქნება თუ იპოვით ოქროს შვალეთს. ანუ სათანადო დროს ყურადღებას დაუთმოთ, როგორც
ოჯახის წევრებს, მათთან ურთიერთობებს და საოჯახო საქმეებს, ასევე პროფესიონალურ თქვენსაქმიანობას. ძალიან ხარეს თუ გადაიხრებით, მეორე მხარე უკვე აქ დაგძაბავთ და კიდევ რაც შეიძლება მეტად ეცადეთ დიპლომატიის მეშვეობით შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები ხელმძღვანელ პირებთან. რაც მეტად სასიკეთოზე გავლენას მოხდენს შემდგომ თქვენს პროფესიონალურ პერსპექტივებზე. რაც შეიძლება თევზების ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, აქ ძალიან აქტიურია ეს ნიშანი, ენერგიული, ინიციატივიანი, კონტაქტური, მეტად ინტუიციური, შემოქმედი თუ შეიძლება ესე ითქვას, ბევრი რამ შეიძლება გამოვიდეს ამ ნიშანს. მათ შორის ზოგადად მგზავრობა მოგზაურობის კუთხით არავის ცუდი პერიოდი, აქ უცხოელებთან აქტიური კონტაქტები, უცხოეთში სწავლა, უცხოელებთან შეიძლება ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობაც კი ჩამოყალიბდეს, ამ კუთხითაც საკმაოდ კარგია, ფრიად ინტელექტუალურად აქტიური ენერგიის მატარებელი ეს ნიშანი, მეტად კომუნიკაბილურია, მაგრამ მიუხედავად ამ პოზიტიური ტენდენციების, რომელიც თქვენ გაქვთ, იმიტომ რომ სამი ფავორიტი ყავს მაინც ამ კვირას, რაც უნდა ვილაპარაკოთ, ეს არის მორიელი, კეჩხები და თევზები, მაგრამ ყველა ნიშანს, მათ შორის ამ ფავორიტებსაც, აუცილებლად ყურადღება საჭიროება ამ წყალქვეშა დინებების მიმართ, რომელიც განპირობებულია ამ კვირაში, მათ შორის დედამიწის უარყოფითი ენერგოველით. და თევზებსაც შეიძლება ამ მხრივ ყურადღება, რატო? თევზები სხვა პირობებისგან განსხვავებით აქ ნაკლებად მომთვენები ხდებიან და ნაკლებად ლოიალურები, მათ შორის სხვათა სისუსტეების მიმართ. ამიტომ ამ შეიძლება გამოიწვიოს კამათი, დებატები, ძალიან მძაფრი რეაქცია შეიძლება ისეთ სხვათა მოქმედებებზე და სიტყვებზე და ამას შეიძლება დამატებითი დაძაბულობა გამოიწვიოს და კონფლიქტურობა ზოგიერთ შემთხვევაში. ან თქვენში ცოტა კლებულობს თვითკონტროლი აი სიტყვების მოქმედებების მიმართ და ემოციების მიმართ. და აქედან გამომდინარე ამშვენოთ, რომ აქ ეს პერიოდია, რომლისთვისაც მაქსიმალურად მაინც მოვერადოთ გამოცდების ჩაბარებას, ხელშეკრულებების დადებას. აი ამ პერიოდში არა, ეს უცხოეთით რო იყო, სადაც პრინციპში უცხოელებთან თანამშრომლობა ეხლა ცუდი არ არის, მაგრამ აი ამ კვირაში მაინც ხელშეკრულებას უნდა დებთ. მოელაპარაკეთ მათ, რომ აი შემდეგ კვირაში დაიდოს და არა ამ კვირაში. და გახსოვდეთ, რომ ცოტა ტრავმულოვარეული პერიოდია, ამიტომ მაქსიმალური ყურადღება საჭესთან, რომ ტრავმულოვარული ტენდენცია თქვენი ყურადღებობის ნიადაგზე, ან ზედმეტი ემოციურობის ნიადაგზე არ შექმნას დამატებითი პრობლემები თქვენ ცხოვრებაში. ამიტომ მთლიანობაში კარგი პერიოდი ამ ნეგატიური ტენდენციებით არ გაიფუჭოთ. აი ამას უნდა ყურადღება. ეს 12 ზოდიაქოს ნიშანი, მათი ასტროპროგნოზი ამ კვირის განმავლობაში და ტენდენციები, რომელიც ამასთან არის დაკავშირებული, ახლა მოდი ამშვენოთ უკვე შემდეგი კვირის ცალკეული დღეები და მათი პერსპექტივები ამ კვირის განმავლობაში. დავიწყოთ ესე ხვალინდელი დღე, ეს არის 6 რიცხვი. 6 ნოემბერი, ორშაბათი დღე, გეომაგნიტური. გეომაგნიტური ტენდენციები ამ დღისა რასაკვირველია უქმნიან პრობლემებს ადამიანის ჯანმრთელობას, გულსიძარღვან სისტემას, რის შედეგად შეიძლება მაგალითად ზოგიერთ მეიგზნოს დისკომფორტი იმ კუთხით, რომ მაგალითად თავის ტკივილმა შეიძლება იჩინოს თავი, ან გონება განწყობა შეეცვალოს უცებ და ვერ მიხვდეს, რომ შეიძლება უმრავლეს შემთხვევაში იყოს დაკავშირებული წნევის პრობლემასთან. ამიტომ ეცადეთ, რომ მეტად გააკონტროლოთ თქვენი წნევის მდგომარეობა და თუ აუცილებლობა იქნა, აუცილებლად გამოიყენეთ შესაბამისი წამლების პროფილაქტიკა და ამით გვერდსაულით ამ გეომაგნიტურ ტენდენციებს სწორედ ხვალინდელი დღისა. ხვალ მიაქცევთ ყურადღება ასევე მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს. იგი დაიწყებს ამოქმედებას დღის 11 საათიდან 25 წუთიდან და გასტანს ღამის 23 საათამდე 48 წუთამდე. ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია ჩვეულებრივზე მეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, შეიძლება გახდეს მიზეზი ამ პერიოდში არასასურველი ტრავმებისა და ავარიებისაც აკითხავს განსაკუთრებულ ყურადღებას მძღოლებისა და ქვეით ატმოსფერულებისგან. ხვალ იქნებით ზედმეტად ჩვიანი, ნუაყვებით პროვოკაციებს, რომელთა ალბათობაც მოიმატებს, შესაძლებელია ხასიათცვალებადობა მიჩინოს თავი. აკონტროლეთ ამიტომ თქვენი ემოციები, იკამათებთ როგორც საქმიან, ასევე სასწავლო პარტნიორებთან. შვიდად დიპლომატიურად ეცადეთ გადაწყვიტოთ საკითხები და აუნიშნოთ, რომ ხვალ ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება გულსიძარღვანი სისტემა და ხერხემალი ოპერაციები და დღესაც ვაჩვევის ეს ზონა დასუსტებული, ამიტომ ეცადეთ, რომ მოერიდოთ ზედმეტ ნერვიულობა, სიმძიმეები არ აწიოთ, ზედმეტად გადაიღლებით როგორც ხვალ, ასევე დღეს. და პოზიტიურია ხვალინდელი დღე ლომთათვის და სასტურთათვის და შედარებით რთული ნეგატიურია კეჩხიბთათვის და თხისკა ზოდიაქოს ნიშანთათვის, რომელსაც ყურადღება მართებთ როგორც საკუთარი ჯანმრთელობის, ასევე დღის სხვა ნეგატიური გამოვლენებების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშანთათვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა. ეხლა რაც შეეხება უკვე სამშაბათ დღეს, ეს არის უკვე 7
ნოემბერი გეომაგნიტურია ეს დღე ასევე, ამიტომ აქაც თუ რაღაც დისკომფორტი იგზავნით აუცილებლად წამლების პროფილაქტიკა, ну, რასკვლევის შემთხვევაში თუ აქ იქნება პრობლემა დაკავშირებული წნევასთან. და ცოტა მეტად დაასვენეთ ამ შემთხვევაში, ამით ადვილად აუვლით გვერდს ამ გეომაგნიტურ ტენდენციებს 7 ნოემბრისა. და სამშაბათს დააკვირდით საქმეთა რეალურ მსვლელობას, წვრილმან ფაქტორებს, მიაქციეთ ყურადღება, გამოიყენეთ თქვენი კომპეტენცია. და კარგია სამშაბათს მშენებლობა, ჯანმრთელობის გამაგრება, კარიული განვითარების და გეგმარება, ზოგიერთ საფინანსო საბანკო ოპერაციის ჩატარებაც კი და აღნიშნოთ, რომ ცოტა შეიძლება მოთენთილობა და მოდუნება ან ქრონიკული დაავადებების გამწვავებას თვალშისაც მიგახდეს შუა დღემდე. 7 რიცხვისა სამშაბათი დღისა. შემდგომ უკვე შუა დღის მერე 7-ში ენერგია მოიმატებს და ასე ვთქვათ, გამარტივდება ასევე მიზნის მიღწევაც კი. ამიტომ 7-ში თუ რაღაც მნიშვნელოვანი საკითხია, ჯობია ალბათ შუა დღის შემდგომ გადაწყვიტოთ ყოველივე ეს. ჯანმრთელობის კუთხით სუსტება, ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა, ჯირკვალი, ელენთა, ოპერაციების ჩატარება, ამ ორგანოთა მიმართებაში სამშაბათს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ ექნება სასურველი. დადებითია ეს დღე ქალწულის და ასევე მორიელის ოდიაქოს ნიშანთათვის. 8 ნოემბერი ეს არის ოთხშაბათი დღე. პირველ რიგში აქ მცის გამოდონოზია საინტერესო მოვლენა, რადგან სიყვარულის ხელოვნების მმართველი პლანეტა ვენერა სწორედ ოთხშაბათიდან 8 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე გადაასვლებს სასწორი ზოდიაქოს ნიშანში. და თქვენ იცით, რომ პლანეტა ვენერას ძალიან უყვარს ყოფნა სასწორში. ეს მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია, სადაც ის იფურჩქნება და კარგად თავლენს საუკეთესო თვისებებს. ამიტომ დგება სიყვარულისთვის და სასკოლო კონტაქტებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი, რომელიც მისცემს საშუალებას ადამიანებს, რომ რთული საკითხები გადაწყვიტონ მეტი დიპლომატიით, მეტი, ასე ვთქვათ, ინტუიციაზე დაყრდნობით, მეტად კომპრომისების მიღწევით და მეტად მშვიდობიანად. აი სასწორემ შესაძლებლობას მოგცემს და რაც მეტად პირადი ურთიერთობა ამ პერიოდში მით უმეტეს წარმართება ლამაზ კომფორტულ დიზაინის პირობებში დაეყრდნობა ეთიკურობას, ელეგანტურობას და ხვეწილობას, კარგ სურნელს, ეს რომ მეტად და მეტად გაზრდეს ურთიერთ მიზიდულობას პარტნიორებს შორის. და მოდი აღვნიშნოთ, რომ ეს მოვლენა ასევე ამ პერიოდში გააზრდერებს ადამიანებში შემოქმედებით ნიჭს, სილამაზისა და ხელოვნებისადმი, დიზაინისა და არქიტექტურისადმი განსაკუთრებულ მიდრეკილებას, შინაგან სამართლიანობას გაზრდის და აქ აღვნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდი, როდესაც უფრო კომუნიკაბილურები გახდებიან პარტნიორები ერთმანეთთან მიმართებაში. თუმცა ამავდროულად ეს მოვლენა გამოავლენს ამ პერიოდში შინაგან სასწორისებრ დამახასიათებელ გაურება მერყეობასაც, აი აქ თუ რაღაც საკითხია გადასაწყვეტი, ამათ შორის ქორწილია გადასაწყვეტი ან ხელმოწერის დღე, აქ შეიძლება ზოგიერთმა თქვენთაგანმა დაიწყოს მერყეობა. იმიტომ რომ არ უნდა, არამედ ვერ წყვიტავს. აი ეს ჯობია თუ ის პერიოდი. აი ამ კუთხით შეიძლება ცოტა იჩინოს სირთულეებმა და სხვათა ზეგავლენის მოქცევის შესაძლებლობაც მოიმატებს სულსწრაფობასთან ერთად. აი ეს ტენდენციები, რაც ვკლეთ თქვენ ცოტა მეც ყურადღებას, რაც არ გახდეს ეს ხელშემშელი ფაქტორი 4 დეკემბრამდე, მაგრამ ეს პოზიტიური, რაც უკლეა წამოწიოთ წინა პლანზე. მაგრამ 8 რიცხვს სჭირდება მაინც ყურადღება 4 შაბათს, რატო ეს დღე ცოტა ტრავმულაურიული, ამიტომ ვიყავით ყურადღებით. საკითხების ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტა მხოლოდ კომპლექსს მოიტანს, მეც არაფერს კარგს. და აქ ამავდროულად შესაძლებელი იქნება ზოგიერთ საქმის გაფართოება, ძველი პრობლემების ახლებურად გადაწყვეტა. აქ სამყარო ამოწმებს თითოეულ ჩვენთაგანის უნარს თუ რამდენად შეგვიძლია ჭეშმარიტი მეგობრობის, ასე ვთქვათ, გამოვლენა და ჭეშმარიტი მეგობრების განსხვავება, ვთქვათ, ცრუ მეგობრებისაგან. რამდენად შეძლებთ მათგან თავის დაღწევას ამ ცრუ მეგობრებისაგან. აი ამის კოსმიური, ასე ვთქვათ, გამოცდა გვაქვს ჩვენ 8-ში. და ჯანმრთელობის კუთხით სუსტება, ну, ხა თუ ვინც შეძლებს, ხო, კარგი, განთავისუფლდება ამ საეჭვო მეგობრებისგან და იქნება უფრო წარმატებული, ვინც არ შეძლებს, ну, ის დაიჩაგრება მე ამ ცრუ მეგობრების მოქმედების შედეგად. ჯანმრთელობის კუთხით სუსტება, ნაწლავთა სისტემა, საზარდული კუჭქვეშა, ჯირკვალი, ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში 8-ში, 4 შაბათს არ ექნება სასურველი განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა. პოზიტიურია ეს დღე. კუროს, კერჩხების, თხისკას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. ეხლა რაც შეეხება უკვე 9 ნოემბერს, ეს არის უკვე ხუთშაბათი დღე. აქ ითხოვს ყურადღებას მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი. დილის 8 საათი და 55 წუთიდან დაიწყებს იგი ამქონებას და გასტანს დღის 12 საათამდე და 19 წუთამდე. ამ დროს მოდი ასე ვთქვათ, უარყოფითი მთვარის ენერგიას ზედმეტად ისევ ადუნებს ყურადღებას თითოეულ ჩვენთაგანში, შეიძლება გახდეს მიზეზი ამ პერიოდში არის სასურველი ტრავმებისა და უარებისა, თუმცა ზღოლების და ქვეითად მოსაურულებს აქ განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ.
და 9-ში ხუთშაბათს ნაკლები ილაპარაკეთ. დააკვირდით თქვენს ცერგულის სიტუაციის განვითარება შეიძლება, მაგალითად, მომავლის გეგმების და პროექტების დასახვა ამ პერიოდში. შეიძლება ძველი საქმიდან გარკვეული სარგებელიც მიიღოთ, სასიხარულო რაღაც სასიხარულო კარგი ამბავიც გაიგოთ და შეიძლება პარტნიორ ურთიერთობებში მრავალფეროვანი თემების უფრო მეტად ერთობლივად გადაწყვეტა. ჯანმრთელობის კუთხით სუსტება, ყელისარე, ენდოკრინული სისტემა, კანი, თირკმელების ზონა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოების მიმართებაში 9-ში ხუთშაბათს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. პოზიტიური აზრია ვერც დათვის და ასევე მერწყულ დათვის. რაც შეეხება უკვე პარასკევს, ეს არის უკვე 10 ნოემბერი, გეომაგნიტურია, ამიტომ ვეცადოთ რომ ცოტა მეტად მიაქციოთ ყურადღება შინაგან მდგომარეობას თუ რაღაც დესტრუქციული ტენდენციები, აქ მაგალითად თავის ტკივილი, უგონებობა და შემდგომ აუცილებლად წნევას მიაქციოთ ყურადღება. და თუ აქ პრობლემა იქნა, როზგველია გამოიყენოთ წამლის პროფილაქტიკა, მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი და ამით გვერდივაროთ ამ გეომაგნიტურ გამოვლინებებს პარასკევი დღისა. ყურადღება არ მოდუნოთ საჭესთან დაფრთხილება, შეიძლება მოულოდნელად გამოჩნდეს მათ შორის აი მარს ურანის დაპირისპირების შედეგად შეიძლება ეს მოხდეს, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო და პარასკევს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა უკვე ცის კაბადონზე. გონების და ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური სწორედ 10 რიცხვიდან 10 ნოემბრიდან პარასკევი დღიდან 1 დეკემბრამდე გადაინაცვლებს შილდოსნის ზოდიაქოში და ამით მეტად განავითარებს ადამიანთა ხასიათში გონებამახვილობას, მოგზაურობისადმი განსაკუთრებულ მიდრეკილებას, კომუნიკაბილურობას, ოპტიმიზმს, ენთუზიაზმს, ინტუიციას, უცხოენების ათვისების კარგ უნარს, სამართლიანობის გრძნობას, ლიდერულ ორგანიზატორულ თვისებებს. თუმცა ეს ყველაფერი კარგია და წამოწიოთ წინა პლანზე ჩვენს ხელსიათში ამდენს მეტად შეგვიძლია ამ თვისებები ამ პერიოდში, მაგრამ მოვერიდოთ ამავდროულად იმ ნეგატიურ თვისებებს, რომელსაც პლანეტა მერკურის გადასვლა შილდოსნის ზოდიაქოში 1 დეკემბრამდე ასევე განაპირობებს. და რა არის ეს ნეგატიური? სულსტრაფობის მომატება, სარკასტული გამოთქმების მომატება, უყაერათობა, ფულისა, დიქტატორული ტენდენციები, აი ეს თვისებები, რომელიც ასევე გაძლიერდებიან, მაქსიმალურ კონტროლ ქვეშ მოგწიოთ, რათა ეს არ გახდეს კონფლიქტის ფაქტორი. 10 რიცხვით პარასკევით ცოტა ტრავმულ-ავარიული ამ მხრივად ცხოველებს სჭირდებათ მეტი ყურადღება და ქვეითად მოსაურულებს, თუმცა ამ დღეს შეიძლება მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და გადაწყვეტაც კი. ამავდროულად ფოტო ამშვეთ, რომ ნუ მიიღებთ ამ დღეს ზედმეტ ბევრ სითხეს და ალერგიის გამოწვევ პროდუქტებს. ჯანმრთელობის კუთხით სუსტება, ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი, სარე. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა პარასკევს არ ექნება სასურველი. პოზიტიური აზრია ტყუპების და შილდოსნის ზოდიაქოს ნიშანთათვის. ხალხი შევჩერდით 11 ნოემბერზე, საუბრობთ ყოველდღიურ, ასე ვთქვათ, პროგნოზებზე, ტენდენციებზე და რა არის მოსაუდნელი შაბათს, ანუ 11 ნოემბერს. პირველში მიაქციეთ ყურადღება საღამოს პერიოდს, აქ მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი დაიწყებს ამოქმედებას 19 საათზე და გასტანს 22 საათამდე და 50 წუთამდე იგი. ამ დროს იგი ზედმეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებს შეიძლება გახდეს მიზეზი ამ პერიოდში არასასურველი ტრავმებისა და ავარიების. რაც ამ დროს ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას მძღოლებისა და ქვეითად მოსაურულებისგან. და მოდი ამშვეთ, რომ ასევე უნდა ვაკონტროლოთ წნევა 11-ში შაბათს, სიფრთხილე გმართებთ ელექტრობასთან მიმართებაში, ტრავმულ-ავარიული ასევე ეს დღეც, ამიტომ ბევრია ტრავმულ-ავარიული თქვენ უკვე შეამჩნიეთ ალბათ შემდეგ კვირაში და ეს არის სწორედ განპირობებული მარს ურანის დაპირისპირებით, რადგან ჩვენ ვისაუბრეთ თავიდან. პარტნიორ ურთიერთობებში აკონტროლეთ გამონათქვამები თქვენი ზედმეტი ეჭვიანობა და არ არის სასურველი იქით შაბათს რძის პროდუქტების. ასევე საკონდიტრო ნაწარმის და ალერგიის გამოწვევი პროდუქტების მიღება. ბევრ სითხესაც მოვერიდოთ. და აუნშოთ, რომ შედეგიანი სამაგერად კბილების კურნალობა, შემოქმედებითი მუშაობა, კულტურულ-გასტროლოგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, ქორწინებისთვის ასევე შაბათიც კარგია და აუნშოთ, რომ პირველ რიგში სუსტება, რაზონა, მაგალითად თირკმელები, ყელი. შარცასკესო სისტემა. ამიტომ ოპერაციების ჩატარება ამ განათლების მიმართებაში განსაკუთრებით შაბათს არ ექნება სასურველი. დადებითია ეს დღე ლომთათვის და სასწორთათვის. რაც შეეხება კვირა დღეს, ეს უკვე 12 ნოემბერია, აქაც გეომაგნიტური დღე გვაქვს და ითხოვს იგი ყურადღებას და თუ რაღაც დისკომფორტი იგზავნით, ან რაღაც
დავის ტკივილი და შემდგომ აუცილებლად წამვლის პროფილაქტიკა და შესაბამისად მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი, რათა გვერდიაუროთ ამ გეომაგნიტურ ნეგატიურ ტენდენციებს. მით უმეტეს ეს ტენდენციები იქნება განპირობებული იმით, რომ ამის შემდეგი დღე, ანუ შემდეგი ორშაბათი იქნება ახალმთვარეობა, ცოტა მძიმე დღე დღე, ამიტომ ამ ახალმთვარეობის წინა დღეა სწორედ შემდეგი კვირა 12 რიცხვი და აქ უკვე სწორად შეიძლება აი ცოტა ეს გეომაგნიტური ტენდენციები თვალშისაცემი იყოს, ისევ დღე ტრაუმულ ავარიულია და თან პროვოკაციული. ამიტომ ეს ახალმთვარეობის წინა დღე ცოტა ფრთხილად უნდა გაიაროთ. სიფრთხილე გმართებთ ასევე მეტად შემდეგ კვირა დღეს ჭრელ საგნებთან და ასაფეთქებელ ნაერთებთანაც. ნოაკვებით აქ დეპრესიულ ან აგრესიულ გამოვლენებებს ხასიათისა. მეტი ზრუნვა გამოავლეთ ერთმანეთის მიმართ პარტნიორ ურთიერთობებში და აღნიშნოთ, რომ ჯანმრთელობის კუთხით აქ სუსტდება შარსასქესო რეპროდუქტიული სისტემა და ცხვირის ზონა. პოზიტიურია ეს დღე ქალწულის, მორიელის, თხისქას და თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის. ეს შემდეგი კვირის ასტროპროგნოზი, ახლა სხვა მშვენი მოვლენების შემდეგი კვირისა, რომელიც ითხოვს ყურადღებას, პირველ რიგში მოდით აღნიშნოთ, რომ ეს არის ბიზნესი დაუშვათ და ფულთან დაკავშირებული საკითხები, აი ვისაც აქვს მაგალითად ამ სფეროსთან რაღაც კონტაქტი, ურთიერთობა, აი მათ საყურადღებოდ მოდი აღნიშნოთ, რომ პერიოდი, რომელიც უკავშირდება 6, 7, 8, 9 ნოემბრის დღეებს, აქ პრინციპში ხელშეკრულებების დადება ფინანსურ სფეროსთან დაკავშირებით შესაძლებელია, მაგრამ ძალიან ყურადღებით წაიკითხეთ ყველა ხელშეკრულების პუნქტი, რომ აქ რაიმე არ გამოგჩეთ და რაიმე არ იყოს სწორი. აი ამ აუცილებელი პირობით. რაც შეეხება 10, 11, 12 ნოემბრის დღეებს, აქ მოდი ასე ვთქვათ, მავცემაროთ მოაწესრიგეთ საფინანსო დოკუმენტაცია. და თუ რაღაც ჯარიმა გაქვთ, აუცილებლად გადაიხადეთ. აი ამისთვის ეს დღეები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. სამოგზაურო კუთხით მოდი აღნიშნოთ, რომ პერიოდი, რომელიც იწყებს სამოქმედებას უკვე და ეს შეეხება 6 ნოემბერს, აი ეს დაძაბული არასკვლელი ეს პერიოდი და საერთოდ მოდი ასე ვთქვათ, რომ შედარებით არაუშავს 7, 8, 9 ნოემბრის დღეები, აი შედარებით მოდი ასე ვთქვათ, თუ რაღაცა უცებულობა განსაკუთრებული, კი ბატონო, აი ეს დღეები ალბათ ყველა ჯობია, მაგრამ დანარჩენი დღეები ამ კვირისა ვიღოთ ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ თქვენ მარს ურანის დაპირისპირება, რამაც შეიძლება ადვილად და მოულოდნელად გამოიწვიოს სხვადასხვა სახის ტრაუმული, ავარიული ტენდენციები, ტექნიკის გაფუჭება და სხვა სახის უსიამრები მგზავრობა მოგზაურობის დროს. ამიტომ თუ მაინდა-მაინც 7, 8, 9 უფრო ალბათ აი ეს დღეები გამოიყენოთ, მაგრამ აქაც უნდა იყოს ცოტა ყურადღებით. რაც შეეხება სასკოლო პარტნიორ ურთიერთობებს, პირველ რიგში მოიტანხმოთ, რომ 6, 7, 8, 9 ნოემბრის დღეები ძალიან კარგია რომანტიკული ურთიერთობებისა და საღამოებისთვის, მოულოდნელი სასტიაუნო ერთმანეთთან სიურპრიზებისათვის. ხოლო რაც შეეხება 10, 11, 12 ნოემბერს, ეს ცოტა კრიზისული პერიოდია, შეიძლება ესე ვთქვათ. აქ დაძაბულობის კონფლიქტის ტენდენცია ძალიან მაღალია, თან მოულოდნელად შეიძლება ეს მოხდეს. ანუ მაქსიმალურად აკონტროლეთ თქვენი სიტყვები, გამოთქმები და არ აყვეთ პროვოკაციებს, რომელთა ტენდენცია აქ მოიმატებს. პარუნტრებს არ ძინავთ, შეიძლება მათ 1000 რამ მოიგონოთ თქვენ გასაღაზიანებლად თქვენს პარტნიორზე. რაც შეიძლება გახდეს დამატებითი უსიამრების ფაქტორი. ამიტომ ეს ტენდენციებიც გავითვალისწინოთ. ვისაც ახლა განტრახული კურნალობის დაწყება მათ საყურადღებოდ აღნიშნავ, რომ ყველას კარგი იქნება თქვენთვის. 6 და 11 ნოემბრის დღეები მკურნალობის დასაწყებად. და არ ვარ 12 ნოემბერი. დანარჩენი დღეები საშუალო, ამიტომ თუ კარგ დღეებში ვერ ასწრებთ, მაშინ ჯობია საშუალო დღეებში დაიწყოთ. რაც შეეხება სამსახურის შესვლას, ყველას კარგი იქნება თქვენთვის 6 და 11 რიცხვები და ნოემბრისა და არ ვარ 12 ნოემბერი. დანარჩენი დღეები საშუალოა. ხელშეკრულებების დასადებად, მაგალითად, იგივე დავუშვათ 6 რიცხვი არ არის ცუდი. 9, 11 შეიძლება გამოიყენოთ, ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კარგად უნდა გადახედოთ ყველა პუნქტს ხელშეკრულებისა, რათა აქ შეცდომა არ იქნას დაშვებული. 8 და 12 ნოემბერი ამ მხრივ არ ვარ. ქორწინებისთვის 9 რიცხვი კარგია, 10 რიცხვი კარგია. შეიძლება გამოიყენოთ ასევე 11 რიცხვიც, არ იქნება ცუდი, ხოლო 6 და 8, ასევე 12 ნოემბრის დღეები არ ვარ. დანარჩენი დღეები საშუალოა. ბინის ყიდვა გაყიდვისათვის, ახალ ბინაში გადასვლისთვის ყველაზე კარგი იქნება 6, 7, 10, 11 ნოემბრის დღეები და არ ვარ 12 ნოემბერი. მშენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოებისთვის ყველაზე ჯობია 8, 9 ნოემბრის დღეები და არ ვარ 6 და 12 ნოემბერი. სხვილი საყიდლებისთვის კარგია 7, 10, 12 ნოემბრის დღეები და არ ვარ 6 და 9 ნოემბრის დღეები. და სასამართლო პროცესების დასაწყებად ყველაზე ჯობია 9 ნოემბრის დღე.
არ ვარ გა 6 და 12 ნოემბერი. Აი ეს მოკლედ ანალიზები ახლა ვისაც განზრახული ასევე თმის შეჭრა, მათ საყურებლად ვიტყვი, რომ მხოლოდ 2 დღე გვაქვს კარგი ამ კვირაში. ეს არის 6 ნოემბერი ხვალინდელი დღე და ასევე 10 ნოემბრის დღე. Აი ეს 2 დღე დარჩენ დღეებში არ არის სასურველი თმების შეჭრა. ეხლა რაც შეეხება უკვე ზონას, რომელიც უკავშირდება თქვათ მნიშვნელოვან პერიოდებს, როდესაც თქვენ შეგიძლიათ საფინანსო კალენდარის დამიხედვით, გარკვეული მოქმედებით მოიზიდოთ ფინანსური ენერგია, ანუ ფინანსური ეგრეგორი და გაუმჯობესოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები. ამ პირიქით, არასწორი მოქმედების შედეგად განიზიდოთ თქვენგან ეს ფინანსური ეგრეგორი და უფრო მეტი სირთულეები შეექმნათ ამ კუთხით. აი რა მოქმედებები და რომელ დღეებში უწყობენ ამ პროცესებს ხელს. მაგალითად, ხვალ 6 ნოემბერია, ხო? ხვალ მაგალითად ნებისმიერი ქველმოქმედება ხელს შეუწყობს ფინანსების მოზიდვას თქვენდამი, მაგრამ ხვალ ფულის ვალში აღება ან გაცემა ან ვალის დაბრუნება პირიქით შემდგომ დამატებით ფინანსურ სირთულეებს გამოიწვევს და ფინანსურ ხარს თქვენი მხრიდან. 7 ნოემბერს სამშაბათს კარგია ვალუტის ყიდვა გაყიდვა, ეს მოიზიდავს თქვენს ფინანსურ ეგრეგორს. 8-ში 4 შაბათს კარგია საიუველირო ნივთების შეძენა, მაგრამ სხვის საფულეში შეეხედავთ, ეს თქვენი საფულედან წაიღებს შემდგომ თანხას 8-ში. 9 ნოემბერი ხუთშაბათი დღე კარგია საფულის შეძენა, ასევე კარგია ვალის დაბრუნება. 10 ნოემბერი პარასკევი, კარგია ძვირფასეულობის ჩადება ლომბარდში, ეს გაზრდიერებს ფინანსურ ეგრეგორს. 11 ნოემბერს შაბათს აქ შეიძლება სწორედ ფულის ვალში გაცემა და აღება, მაგრამ არ არის სასურველი მაინც კაპიტალ დაბონდება. 12 ნოემბერს ნებისმიერი ქველმოქმედება იქნება კარგი, მაგრამ მოერიდოთ სავალუტო ოპერაციების ჩატარებას და საიუველირო ნივთების შეძენას. ეს პირიქით დაასუსტებს თქვენს ფინანსურ ეგრეგორს. ეხლა რაც შეეხება ანგელოზის დროს. ანგელოზის საათს, როგორც ჩვენ მას უწოდებთ, პირველში მოითხოვოთ, რომ ამ პერიოდში თქვენ შეგიძლიათ ამ პერიოდის სვლელობისას რამდენი ხნითაც გინდათ, ეს უკვე თქვენზეა, ილოცოთ კიდეც და მიმართოთ თქვენს ფარველ ანგელოზს თხოვნით. თუ ეს თხოვნა ადეკვატურია და მისთვის მისაღებია და თქვენ ამას იმსახურებთ, მაშინ მისახდება. თუ არ იმსახურებთ, ხალხი არ ახდება, მაგრამ ის რომ თქვენ ამ პერიოდში გახვალთ ნამდვილად კონტაქტზე და გააგებინებთ თქვენს ფარველ ანგელოზს რა გინდათ, ეს კი, ეს უდავოა. აი ხვალ, რომელი გვაქვს ესეთი დრო, დილის 7 საათიდან 45 წუთიდან, დილის 8 საათამდე 30 წუთამდე. აი ეს არის ანგელოზის დრო. ამ პერიოდში გინდათ 1 წუთის განმავლობაში, გინდათ მთელი ეს დრო, შეგიძლიათ მიმართოთ თხოვნით და ილოცოთ. 7 ნოემბერი ეს არის სამშაბათი დღე. აქ ანგელოზის საათი იწყება 12 საათზე 13 წუთზე და გასტანს 13 საათამდე და 10 წუთამდე. 8 ნოემბერს 4 შაბათი დღეა. იგი იწყებს სამოქმედებას დილის 11 საათიდან 5 წუთიდან და გასტანს დღის 12 საათამდე 22 წუთამდე. 9 ნოემბერს ეს 5 შაბათი დღეა, დილის 9 საათიდან 40 წუთიდან, ასევე დილის 10 საათამდე 30 წუთამდე გვაქვს ანგელოზის საათი. და 10-ში ეს უკვე 10 ნოემბერი პარასკევი დღეა, 17 საათზე 20 წუთზე იწყებს იგი ამოქმედებას და გასტანს 18 საათამდე და 15 წუთამდე. 11-ში შაბათს 12 საათიდან დღის 45 წუთიდან და დღის 13 საათამდე 30 წუთამდე გასტანს ანგელოზის საათი და 12-ში უკვე შემდეგ კვირას საღამოს 20 საათიდან 10 წუთიდან 21 საათამდე გვაქვს ანგელოზის დრო. ამ პერიოდში შეგიძლიათ მიმართოთ სწორედ თქვენს ფარველ ანგელოზს. ეხლა მოდი აღვნიშნოთ ჩვენ თავიდან აღვნიშნეთ რომ ეს ასტროლოგიური ტენდენციები, მაგრამ ჩვენ ნელ-ნელა უახლოვდებით რას ქვია საახალწლო უკვე პერიოდს, დღეებს უკვე ნოემბერია და ნუ რაღაც დარჩა ნელ-ნელა გარკვეული, ასე ვთქვათ, პროგნოზზე ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ აუცილებლად როგორც ყოველთვის, როდესაც ჩვენ გამოვშვებთ ახალ ასტროლოგიურ ჟურნალებს, ამასაც მე გამცნობ აუცილებლად სავარაუდოდ უფრო ნოემბრის ბოლოსკენ იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ ეხლა გარკვეული, ასე ვთქვათ, მზადება უკვე მე მგონი ნელ-ნელა დროული. ეხლა კონკრეტულად რას გულისხმობ? თქვენ იცით რომ ჩვენ გვაქვს წინ მწვანე დრაკონის წელიწადი. ძალიან მნიშვნელოვანი ეს და დრაკონი ერთ-ერთი უძლიერესი ნიშანია. ძალიან ძლიერი წელიწადია, ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი, რომელიც ალბათ გადაწყვეტს კაცობრიობის შემდგომ განვითარების შესაძლებლობას. ან გადარჩება კაცობრიობა, ან შეიძლება ძალიან ცუდი გზით წავიდეს. აი ამ ტენდენციებზე რატო რის გამო ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, ახლა არ ვისაუბრებ. დასაკვირველია, მაგრამ დრაკონი ძალიან ბევრ ამას გადაწყვეტავს.
და მოდი ასე ვთქვათ, რომ აი დრაკონისადმი დამოკიდებულება აღმოსავლეთში აბსოლუტურად სხვანაირია, ჩვენთან აბსოლუტურად სხვანაირია, ჩვენთან ის ითვლება შავი ენერგიების მოციქულად და ნუ ამას თავისი რას ქვია თავისი გამართლება აქვს და რატო როგორ ახლა ამაზე არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ამისთვის ძალიან ძველი ისტორიაა საჭირო და ამის ცოდნა, რომელსაც ჩვენ არ გვასწავლიან და ამ დროს თქვენ ჩახვალ დაუშვათ ჩინეთში ან აღმოსავლეთის ქვეყნებში და აღმოაჩენთ რომ იქ დრაკონი არის ერთ-ერთი ღვთისძალა, მოდი ეს ვთქვათ, ღვთისმადლი. ეს არის უდიდესი აღშენებლური და შემოქმედებითი, ასე ვთქვათ, ენერგიის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და გაიკვირდებათ, რატო არა ჩვენთან სხვა დამოკიდებულება დრაკონების მიმართ, ხოლო იქ აბსოლუტურად განსხვავებული, ხო? ნუ ამაზე ვიმეორებ, ამას ცალ-გადაცემა არ ეყოფა, იმდენ დიდი თემაა, მაგრამ აი ის რომ დავუშვათ მოდის დრაკონის წელიწადი და ჩინეთში მას განსაკუთრებულ თაყვანს ცემენ, ეს უდავოა. ამიტომ გარკვეულწილად ჩვენს კარგი იქნება თუ აქ ლაპარაკი რაზე ახლა მოკლედ რომ ვთქვათ, ახლა ამაზე დიდხანს ვერ ვისაუბრებ, თორე ძალიან ბევრი დრო გავა. უბრალოდ მოკლედ გეტყვით ერთ რამეს, რომ არსებობენ ნათელი სულის, ნათელი ენერგიების დრაკონები და ბნელი ენერგიების. აი ჩვენთან მაგალითად უფრო მეტად ბნელი ენერგიების დრაკონების აღქმაა და ამიტომ მათ მიმართ დამოკიდებულება სხვანაირია. მაგრამ ჩინეთში პირიქით დრაკონები ითვლებიან ადამიანების დამხმარედ, მათი სულიერი განვითარებისთვის ერთ-ერთ მთავარ ენერგოწყაროთ. ამიტომ მოდით ჩვენც ესე აღვიქვოთ პოზიტიურად, რადგან ჩვენ სწორად ხვდებით აღმოსავლურ ახალ წელს და აი ამას ვითვალისწინებთ, იმიტომ რომ თვარის კალენდრის და მიხედვით ხდება ეს ყველაფერი და ამიტომ მივაქციოთ ყურადღება, რომელი ეს ფერიც, მწვანე ფერის, რატო? იმიტომ რომ თქვენ იცით რომ 5 სტიქი აღმოსავლეთში და ყოველი წელიწადი გარკვეული სტიქის მატარებელია. ახლა ეს წელიწადი, რომელშიც ვარ ახლა ვართ, განეკუთვნება წყლის სტიქიას. და ჩვენ ახლა გავდივართ კატაკურდლის წყლის სტიქიის წელიწადს, მაგრამ აი უკვე მომავალი წლის 10 თებერვლამდე დაიწყება დრაკონის წელიწადი, აქ უკვე შემოდის სხვა სტიქია, ხის სტიქიის დრაკონის წელიწადია. რაც ასევე დამშვიდად, ამიტომ ხის ერთ-ერთი მთავარი ფერი არის მწვანე. რასაკვირველია იქნებიან სხვა ფერებიც, რომელიც შეესაბამებათ ხეს, მოგეხსენებათ და ამაზე ჩვენ რასაკვირველია მერე ვისაუბრებთ რომ მოგვიანებით, ახლა უბრალოდ მე მინდა პატარა, ასე ვთქვათ, სარეკლამო ტიხარი, რადგან მოდის დრაკონის წელიწადი, რასაკვირველია ჩვენ გვჭირდება დრაკონის სიმბოლო. რათა სუფრაზე გქონდეს დრაკონის სიმბოლო და ამით პატივი მივაგოთ მას. აი სხვა ჩვენს მაღაზია ლინდაო, რომელიც მდებარეობს ალექსანდრე ჭავჭავაძის 3 ნომერში, ეს უარის ოპერის ზევით აღმავალი ქუჩა, ბერმა იცის. აი იქ უკვე დაიწყო სწორად გაყიდვა აი ამ ფიგურებისა და ეს მოყვება საჩუქრად, მათ შორის აქ არის მოგხსენებათ ბედნიერების კვანძიდან იმ ფერში, რომელიც შეესაბამება შემდგომ წელიწადს. ამის გარდა თქვენ იცით რომ მნიშვნელოვანი სხვა მოვლენები გასათვალისწინებელი, ასევე მაგალითად ამეთვისტოს ხე, რომელიც არის ერთ-ერთი წარმატების მომენტი და ამეთვისტოს ხეს ახლა თქვენ იქ ალბათ ვერ ხედავთ, აი წინაც გამოსახულება და გვერდებზე დრაკონებია გამოსახული. რაც ხელს უწყობს ასევე მნიშვნელოვან წარმატებებს დაცვას გარევარყოფითი ენერგიებისგან და სხვა საზოგადოებრივ აღარ ვამბობ მის ესთეტიკურ სილამაზეზე. ესეც შეიძლება სწორედ ამ მაღაზიაში მოიპოვოთ. ეხლა თქვენ რასაკვირველია გახსოვთ და იცით სხვა სიმბოლოები, ულამაზესი სიმბოლო მაგალითად აგერ ბატონო. რა არის აქ? აქ არის ლიმონი, აქ არის გამოსახული მანდარინი და ბროწეული. იცით რომ ეს სამივე არის ბარაქის და ნაყოფიერების ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო აღმოსავლეთში. ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენ ესეთი გამოსახულება ასევე გვექნება სახლში, ნუ არა მარტო იმიტომ რომ ესთეტურად ლამაზია, არამედ მას ამ სიმბოლოს მიუხედავად იმისა რომ არ არის ბუნებრივი და არის ხელოვნური, მაგრამ სიმბოლოს ხელოვნურსაც კი ჯვარიც კი ხელოვნურია, მოდი ასე ვთქვათ, ხო, მაგრამ მას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. გინდათ ხისგან გამოთვალეთ, რისგან, მაგრამ დატვირთვა დიდი აქვს და ენერგო ვიბრაცია შეიცავს. ასევე ნებისმიერი აი ამ ფორმის და ასეთი სიმბოლო თავის, ასე ვთქვათ, ენერგეტიკულ ზეგავლენას ახდენს, რაც ამნიშნულოვანი იქნება ასევე. ეხლა უნდა გავწყდება კიდევ ის, რომ რასაკვირველია აქ ფერები არის მნიშვნელოვანი, ნუ რასაკვირველია ყვითელი, მწვანე ფერი, სხვა შორის ის ფერი იქნება ერთ-ერთი კარგი ფერი ასევე მომავალ წლისა და ეს მათი ასევე სიმბოლოები, რომელიც ასევე სწორედ მრავალფეროვან ძალიან კარგ კვანძებთან, ეს ბედნიერების კვანძებთან არის ასევე შეხამებული. ესეც მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ ამის გარდა, აი ესეთი ძალიან საინტერესო, აი ეს ბედნიერების კვანძია
ოღონდ აქ ერთმანეთშია კიდევ გადაჯაჭვული გარკვეული ფერები, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება მომავალ წელს, ამაზე უკვე თვითონ იქ აგიხსნიან წარმოადგენლებია მაღაზიისა, ამის გარდა აი სხვა ჩვენ ესეც საინტერესო ბრელოკებია. მინდა გითხრათ, რომ დამაინტერესებთ, რომ ადრე არ ყოფილა ეს ბრელოკები, აქ არის გამოსახულება ჰექსაგრამების, ჩინური ჰექსაგრამების და მეორე მხარეს აღმოსავლური ზოდიაქოს, ნუ აქ არის მაგალითად დრაკონის გამოსახულება. შეიძლება იყოს ცხენის გამოსახულება, ძაღლის, დაუშვა და სხვა აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშნებისა. ესეც აქ და ნუ დაგვაუწყდება რასაკვირველია თქვენასაც უკვე რა არის, რისი სიმბოლოა, რასაკვირველია სამი მონეტა. ხო, რომელიც ჩვენ გქონდა შარშან ჩადებული ჩვენ საფულეში, როგორც მოზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო ფაქტორი, ფინანსური და ის მონეტები ახლა უნდა ამოვიღოთ, ისტორიაში ჩავაბარო და ახალი ჩავდოთ, რათა მოხდეს ახალი ენერგიის აკუმულაცია ფინანსური. ამის გარდა საფულეში კარგი იქნება ესეთი ძალიან ორი საინტერესო ფიგურა აქ შეგნით ახლა შორიდან ალბათ არ ჩანს, აი წითელი უფრო ჩანს. აქ არის ოქროს ბრატ, უბრალოდ იგივე ფიგურა, ოღონდ ოქროს ბრატ, აი ახლა რაღაც ნაწილში შეიძლება ხედავთ. ეს არის ფულის ღმერთი, ჩინური და მეორე მხარეს არის ეგრეთ წოდებული ფულის ნავები. ესე ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოებია ფულის მოსაზრდად კარგი იქნება საფულეში, ასევე ამის ჩადება, აი ამ სწორედ ფინანსური ეგრეგორის სამ მონეტასთან ერთად, რაც გააძლიერებს ფინანსურ შესაძლებლობებს. ნუ გახსოვთ თქვენ შარშან კრისტალები. ხო, აქაც ახლა გვაქვს, ამ წელსაც გვაქვს სხვადასხვა ფერის ულამაზესი კრისტალები, რომელიც აი ამ წელს და ახალ წელს უბრალოდ არა მარტო ვიზუალურად დაამშვენებენ, არამედ მნიშვნელოვანი იქნება ეს ფერები, ასე რომ ჩვენ წინაპლანზე გქონდეს ამ წლის განმავლობაში. ნუ ახლა ვისაც უყვარს და მოწონს ის რაც მე მიყვარს, მაგალითად აგერ ბატონო, აქ თქვენ იცით ეს ხელზე შეგიძლიათ მზივების სხვა სახის შიგნით ძალიან საინტერესო გამოსახულებები და ეს მაგალითად არის ვარდის ხისგან. ეს ხისგან არის ყველაფერი გაკეთებული, იმიტომ რომ ხის სტექიის წელიწადი მოდის და ამიტომ ამ მძიმებს თავისი საოცარი კარგი დატვირთვა აქვს. და ანუ დაგვაუწყდება ისიც რომ სად უნდა შევინახო და გადავთვალოთ ფული, რას ყველა ფული ითვლება აქ. ამაზე დაიდება, შეიძლება დიდხანს იდოს და მეორე აქ გადათვლით აი ამაზე, რაც გააძლიერებს ფულის ეგრეგორს ერთი. და მეორე თქვენ იცით რომ აქ უნდა გქონდეს კიდევ გარკვეული, ასე დავუშვათ, თქვენ გინდათ აი რაღაცაში შეინახოთ ფული, ხო? ან ვინმეს მიაწოდოთ ფული თუნდაც, ხო? აი ამ ხრივაც კი მისაღებია ესეთი კონვერტებია სპეციალური ფულის. რომელიც თქვენს რომს მიაწოდოთ, ეს აორმაგებს თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს. არის დიდი კონვერტები და არის პატარა ესეთი კონვერტები, რაც ასევე მნიშვნელოვანი ეს ყველაფერი შეიძლება დასკვილია შეეძინოთ მაღაზია ლინდაოში, მეორე ალექსანდრე ჭავჭავაძის 3 ნომერში მდებარეობს იგი. ეს არის ოპერის ზევით აღმავალი ქუჩა და იქ რასაკვირველია კონსულტაციასაც გაივლით და ბევრ თქვენს კითხვაზე პასუხს გასცემენ. იქ მომუშავე პერსონალიები და იქნება თქვენთვის ეს მნიშვნელოვანი ნელ-ნელა, იმიტომ რომ შემდგომ რასაკვირველია შეიძლება გაიყიდოს და აღარ იყოს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მომავალ გადაცემაში ალბათ მე გიჩვენებთ კიდევ ერთი დიდი დრაკონის სასწაული გამოსახულება, ჩემზე ძალიან შეთავაზება მოახდინა, ალბათ იმასაც გაჩვენებ და კიდევ არ დამავიწყდეს ეს. სურნელი, მით უმეტეს ძალიან მნიშვნელოვანია საახალწლო ღამეს და ისედაც, აი სხვა შორის აქ არის 3 სხვადასხვა სურნელი, აი ეს მაგალითად ყველაზე გრძელია და ყვითელი ფერის არის, ეს არის სიყვარულის სურნელი, მაგრამ აი გვერდით აქ არის მაგალითად ჯანმრთელობის სურნელი და კიდე გვერდით ქვევით აქ არის მაგალითად სხვა სახის სურნელი, რომელსაც ქვია ფინანსების მოზიდვის სურნელი. აი, სხვადასხვა სურნელებები გვაქვს ასევე იქ ამ მაღაზიაში, თქვენ შეგიძლიათ ესეც დაანთოთ და ამ სურნელის ენერგიით მოიზიდოთ ასევე ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი კოსმიური ენერგიები. და ამით მეტად ასე ვთქვათ, უფრო წარმატებულ ელფროს შევძენთ რასაკვირველია თქვენს ცხოვრებას. აი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი. ახლა მე მინდა ცოტა დრო მაგ და მინდა მოვასწრო ერთი თემა. გახსოვთ თქვენ ჩვენ დავიწყეთ საუბრები სხვადასხვა მინერალებზე, ქვებზე და აი ვერ მოასწარე მაშინ ამ საუბარში ერთ-ერთმა ჩვენმა მაყურებელმა ძალიან თხოვა ქრიზოლიტის შესახებ პატარა ინფორმაცია მაინც მომწოდებინა, იმიტომ რომ მაჩუქესო და არ ვიცი რა ქვარისია და რა მნიშვნელობა აქვს. აი მე მინდა სწორედ მას შევსრულო ახლა ეს თხოვნა და პატარა ინფორმაცია მოგაწოდოთ ქრიზოლიტის ქვის შესახებ. შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ისეთი ქვა არსებობს. ქრიზოლიტი წარმოადგენს ოლივინის გამჭვირვალე ნაირსახეობას. ფერი ძირითადად მწვანე, ყვითელი, ოქროსფერი, ბიბლიის მიხედვით სასწორის სახლის ფუძე სწორედ ქრიზოლიტითაა ნაგები.
ნაცრისფერი ტონებით საიუველირო საქმიანობაში ეს მინერალი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა. ჯერ კიდევ პლინიუსი აღწერდა ამ ქვის საბადოებს წითელ ზღვაში. იმპერატორ ნერონის განთქმული მონოკლი ასევე დამზადებული იყო ამ მინერალისგან, რადგან კი სწორედ ამ ქვის თვალიერების მომენტში საოცრად ასვენებდა თვალებს. სახელწოდება მიიღო ბერძნული ქრიზოს, ოქრო და ლაიტოს ქვა, რასაც ნიშნავს აქედან სწორედ. ქრიზოლიტის ნაირსახეობები ცნობილნი არიან საკუთარი სახელწოდებებით, მაგალითად ტურმალინი, ეს არის ღია მწვანე სახეობის ქრიზოლიტი მოყვითალო ტონით. ასევე როგორც თოფაზი, კორუნდი, შპინელი, ქრიზოლიტსაც, როგორც ნახევარძვირფას მინერალს ყოველთვის უკავშირებდნენ მშვიდობასა და სიყვარულს. როგორც თილისმა, ქრიზოლიტი ადამიანებს უხსნის ეზოთერულ ცოდნასა და ინფორმაციას, იგი ხელს უწყობს სასამართლოში გამარჯვებას, ჩახლერთული საქმეების გახსნას, ამ ქვას ასევე საქმიანი ადამიანების ქვად მოიხსენებენ. მისგან დამზადებულ ბეჭდებს შუა საუკუნეებში ატარებდნენ ვაჭრები და ბანკირები. ცნობილი ექიმი ამასი თვლიდა, რომ მას ძალუძს ენის ბორძიკისა და თვალის დაავადებების განკურმა. ქრიზოლიტი ამახვილებს ადამიანის ხასიათში შინაგან პოეტურობას, სენტიმენტალურობას, ხელს უწყობს საკონფლიქტო სიტუაციათა განმუხტას, საოჯახო მშვიდი ატმოსფეროს შექმნას და ნერვული სისტემის გაძლიერებას. მას იყენებდნენ კუჭის დაავადებების სამკურნალოთაც კი. ეს როგორც თილისმა, ხოლო როგორც ამულეტი იგი იცავს ქონებას ხანძრისა და ქურდობისაგან, ხელს უწყობს შვიდ ძილსა და დასვენებას. იმისათვის, რომ ქრიზოლიტმა გააზრდოს თქვენი სულიერი ძალები და ხელი შეუწყოს წინასწრობის განვითარებას, სასურველია მისი ოქროს ბუდეში ჩასმა და ასე ტარება. თუ ტარებას აპირებთ, თუ არა, უბრალოდ შეიძლება გედოთ მაგიდას. აი ესეთი კარგი, საინტერესო ქვა მიიღეთ თქვენ საჩუქრით. ეხლა მოდით შემოკარგებო, რადგან ჩვენ დრო თითქმის არ დაგვჭირდა, ესე იგი ხვალდილით 11 წუთს კიდე ერთხელ ტელეკომპანია კავკასია ამ გადაცემას გაემეორებს ეთერში. ხვალდილი ჩვენ ტრადიციულად შევხვდებით უკვე დილის იმედში, როცა 15 წუთი აკლია 9-ს, ასევე შემდგომ გადავისვლებთ რადიო იმედში 10-20 წუთზე და უკვე პოსტ-ტივში შევხვდებით დილის გადაცემაში დილის 10 საათზე. ასევე ასოალდასოალი გაზეთი ჟურნალი თბილისელები ხვალდილ ნომრებში მოგაზრდიან ინფორმაციას ჩემს ვერ მოწოდებულს. შაბათს რასაკვირველია 3 აკლია დაახლოებით 20 წუთი ამ დროს შევხვდებით რუსთავი 2-ის შუადღის გადაცემაში და რადიო ფორტუნა ყოველდღიურ გაგწვით ასევე ჩემს მიერ მოცემულ გარკვეულ ინფორმაციას, გახმოვანებულ ინფორმაციას. დაახლოებით ეს 15-10 წუთი რო აკლია 9-ს, 10-ს, 11-ს ამ დროს უკვე გაიგებთ იმ კვირის და იმ დღის ასტროპროგნოზს და ინფორმაციით იქნებით გაფრთხილებული, ამ შეარაღებული და წარმონებული. ვისაც აქვს ინტერესი პირადი ჰოროსკოპის შექმნისას და მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო ადამიანები მოდიან, არ ვიცი რა ხდება, მართლა რაღაც ტრანსფორმაცია სამყაროში, იმიტომ რომ ყოველ წელს აი ბოლო შარშან განსაკუთრებით ვიგრძენი ახალ წელსაც რაღაც ძალიან საინტერესო ადამიანები მოდიან, მათ შორის ბავშვებიც მოყავდა, ამ ბავშვების აღქმა საერთოდ გასაგიჟებელია, მინდა გითხრათ ასტროლოგიისა და ცოლქმრები მეტად მოდიან, ესეც წინა წლებში ესე არ იყო აქტიურად და აი მათი აღქმა კიდევ აბსოლუტურად სხვანაირია. და ერთ-ერთი მე მინდა ვთხოვო აი იმ ადამიანებს, ვის მაგივრათაც მოდიან დედები არიან ასეთებიც. ნუ რაღაც ვიცი მე რა პრინციპის გამო, მაგრამ მათ რაღაც შინაგანი შიშები, კომპლექსები აქვს და ცოტა ეშინიათ მოსვლა. მაგრამ თან აინტერესებთ. ასეთ შემთხვევაში მოდიან ზოგჯერ დედები და ნუ მათთან მეხდება ეს საუბარი. მე მინდა მათ ვთხოვოთ, რომ გადალახეთ ეს ბარიერი, რომელიც გიშლით ხელს ჩემთან მოსვლაში. მოდით გაცილებით უფრო საინტერესო იქნება მნიშვნელოვანი და მით უმეტეს ახლა სადის კითხვა, რომელსაც მე ამ საუბრის დროს დედა დამისვავ და სადის კითხვა, რომ ეს თქვენი იქნება და თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი. ამიტომ შეგვეხმიანეთ პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებით შემდეგ ნომერზე 599 91 52 38. ვიმეორებ 599 91 52 38. და შევადგინოთ თქვენი პირადი ასტროლოგიური რუკა, ვნახოთ თქვენი კოსმიური მისია და დავსახოთ მისკენ მიმოვალი წარმატების გზები. და მე გისურვებთ ყოველივე კარგს, იმედი მაქვს, რომ აი ეს ცოტა რთული კვირა, ასე ცოტა ფრთხილად წინდახედულობ და გამლოთ, სტაბილურობა შეინარჩუნოთ, ამის შემდეგი კვირა შედარებით უფრო დასტაბილურდება და შედარებით უფრო მშვიდი იქნება. ამიტომ გისურვებთ ყოველივე კარგს, ჯანმრთელობას, წინსვლას, სიყვარულს, გემშვიდობებით, მომავალში ხვედრამდე.